რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა ეთერშია. სპეციალური ჯაშუშური გამოშვებით თენგის გოგოტიშვილთან ერთად. ორივე კვირის წინ მთელი ქვეყანა განიხილავდა ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელად ქართულ გვარიანი ქალის დაწინაურებას. დღეს კიდევ ერთი ქართველის გაცნობის ჯერია. ამჯერად ნამდვილი ქართველის. ასმა ჩანავასი, რომელიც 28 საგამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაციის დასკვნით ზედმეტად მჭიდროდ თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსულ-ქართულ კრიმინალურ სამყაროსთან, არამედ რუსულ სპეცსამსახურებთანაც. ასაც დღეს მოგიყვებით სულ ამ გამოძიების მასალებია. პირადად მე მართლა ვცადე ქალბატონ ასმათთან კავშირზე დასვლა ჩვენი საერთო მეგობრის შუამავლობით, მაგრამ მან უარი განაცხადა კომუნიკაციაზე. მიზეზად ასახელებს არჩევნებს ჩეხეთში, ახლა მთხოვეს არ იყვირო. მაშასე, შანავა არის კარლოვი ვარიში ჩეხურ კურორტზე რესტორან ფიროსმანის მფლობელი. ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფის მიერ მოპოვებული მასალებით მას კავშირი აქვს კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიასთან, რომელიც ამ მასალებში გია ლაფშადაა სახელდებული. მოსკოვში ცხოვრებისას ისინი ერთ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული. გია კვარაცხელია საიტი Prime Crime.ru, რომელმაც ქურდულ სამყაროზე ყველაფერი იცის, წარადგენს როგორც შაქრო კალაშოვის ოფშაკის გამგეს. შანავას აცგარდაცვლილი მეუღლე იყო ბესიკ ბახსოლიანის ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც ღია წყაროები კანონიერ ქურდ ბესიკ სოჩინსკად მოიხსენიებენ. ამავე მასალებში ნახსენებია მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძის, რომელიც შარშან თბილისში მოკლეს. კარლოვი ვარიში, სწორედ რესტორან ფიროსმანის სახლში კომპანია ჰქონდა რეგისტრირებული დათო ტობულსკის, ანუ დავით გვაჯაიას, რომელიც ჩეხეთმა წლების წინ რეკეტისთვის გაასამართლა და გააძევა. მაგრამ კრიმინალებთან კავშირი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად ასმა ჩანავას მუშაობის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე უფრო საყურადღებო ამბავია მისი თანამშრომლობა პრავფონდთან, პუტინის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან, რომლის საქმეც უცხოეთში რუსეთის აგენტების მომსახურება და დეზინფორმაციის გავრცელება. Вы отправляете гуманитарку жителям Донбасса и нашим воинам, которые прямо сейчас сражаются за правое дело против старого врага, который упорно лезет из могилы и хочет вернуться и снова править миром, попытаться это сделать. ამ პრავფონდმა გადაუხადა მაგალითად $185,000 გერმანელ ადვოკატს უნგერს, რომელიც ვადიმ კრასიკოვს იცავდა. კრასიკოვი გემახსოვრებათ, ბერლინში რომ ხანგოშვილი მოკლა. პრავფონდი უხდიდა ჰონორარს ვიქტორ ბუტის ადვოკატებსაც, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იარაღით ვაჭრობისთვის გაასამართლა. უბრალოდ გადაავლეთ თვალი პრავფონდის სამეთვალყურეო და მართვა საბჭოებს, აღმასრულებელ დირექციას. ამერიკული და ევროპული სანქციების სიის ნახევარი აქაა თავმოყრილი. ხო და აი ამ ხალხთან მუშაობს ასმა ჩანავა. ოღონდ ცხადია უფრო დაბალ დონეზე. კონკრეტულად რა აკავშირებს შანავას ამ ფონდთან, რომელიც როგორც ორგანიზაცია, ასევე სანქცირებულია ევროკავშირის მიერ. ზუსტად ის, რომ სანქცირებულია. შესაბამისად, დაბლოკილი აქვს საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვის ყველა ლეგალური გზა. მიმოწერით, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, შანავას პრავფონდმა თავის დროზე მიმართა ჩეხი ტერორისტის ალექსანდრე ფრანკეტის დასახმარებლად. ფრანკეტი მაშინ პატიმრობაში იყო და მას ყირიმში რუსების მხარეს საბრძოლო ჯგუფის ჩამოყალიბებას ედავებოდნენ. ამ წერილების თანახმად, პრავფონდს, ანუ რუსულ სპეცსამსახურებს, ფული შანავას ანგარიშზე რუსეთში უნდა ჩაერიცხათ, მას კი შესაბამისი თანხა ჩეხეთში უკვე ჩეხური ანგარიშიდან გამოეტანა და გადაეხადა ფრანკეტის ადგილობრივი ადვოკატებისთვის. ჩეხეთის რადიოს ცნობით ასმა ჩანავა ჩართული იყო რუსი ჰაკერის ევგენი ნიკულინის საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაში, რომელიც შეერთებული შტატების მოთხოვნით დააპატიმრეს და გადასცეს კიდეც. შანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთიდან ასეთი თხოვნა ნამდვილად მიიღო, თუმცა დეტალები აღარ გაუმხილა. ყველაფერი რაც აქამდე მოგიყვებით და კიდევ მოგიყვებით, დოკუმენტურად არის დადასტურებული. ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა მოიპოვა წოდომა პრავფონდის 50,000-მდე ელექტრონულ წერილსა და 20,000-ზე მეტ დოკუმენტზე. რეპორტერები დაუკავშირდნენ თავად ასმა ჩანავასაც, მან დაუდასტურა ინტერვიუზე მივიღეთ თქვენი თხოვნა, მაგრამ ადვოკატის გარეშე ხმის ამომღები არ ვარო. დასკვნამ რუსულ სპეცსამსახურებს ძალიან გრძელი საცეცები აქვთ. სადმე ქართულ რესტორანში ხაჭაპურის ჭამისასაც შეიძლება ყელზე დაგარგეთ. და ეს არაა ამ ამბის დასასრული. 28 ჟურნალისტური ორგანიზაციის გამოძიებაში საუბარია ასმა ჩანავას კიდევ ერთ კრიმინალურ კავშირზე. ეს უკვე შემდეგ ვიდეოში. მაშასე, ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფის გამოძიების თანახმად, ჩეხეთში ქართული რესტორნის მფლობელს ასმა ჩანავას კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი იყო საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე იონაჰან ელიგულა. მათ კურორტ კარლოვი ვარიში ღია კინოთეატრი უნდა მოეწყოთ. ოღონდ ერთობლივი ბიზნესი ახლა შეჩერებულია, რადგან ელიგულა და მისი შვილი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით ჩარჩან დააპატიმრა. კიდევ ვიმეორებ, მეც ვცადე ქალბატონი ასმათის კომენტარი, მაგრამ ისეთივე უარი მივიღე, როგორც ჩეხმა ჟურნალისტებმა. ქალბატონი ასმათი ამბობს, რომ ყველა სასამართლოში უჩვილებს. საინტერესო პროცესი იქნება ნამდვილად.
პასუხად მან გამოგვიგზავნა მხოლოდ კარლოვი ვარის მერის განცხადება, რომელიც ყველაფერს ღია კინოთეატრისთვის კონკურენტების ბრძოლით ხსნის. მაგარი ომი ყოფილა კარლოვი ვარის ღია კინოსთვის, თუ ელიგულა კონკურენტებმა FBI-ს ამერიკაშიც კი დააპატიმრებინეს. ახლა სერიოზულად. FBI-ს მიერ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოსთვის წარდგენილ საბუთებში სულ წვრილადაა მოყოლილი, როგორ დაუკავშირდნენ ელიგულას მათი აგენტები ლათინური ამერიკის ნარკოკარტელის სახელი და როგორ სთხოვეს ძმე შეიარაღების დიდი პარტიების შოვნა, ასევე დიდი ფულის გათეთრება. ელიგულამ $9 მილიონ მეტი გაუთეთრა, კრიპტოვალუტად უქცია და კარგი საკომისიო სფასა დაუბრუნა. გაუგზავნა ასევე იარაღის სია, რის მიყიდვად შეეძლო. მათ შორის გადასატანის საზეიმტო სისტემების სტიგერი, ჯავშან საწინააღმდეგო ყუმბარდორცნები ჯაველინი, AT-4 და კარლ გუსტავი. მსხვილკალიბრის სნაიპერული იარაღი, ხელყუმბარები, ქვეით საწინააღმდეგო ნაღმები, კამიკაძე დრონები, სხვადასხვა კალიბრის ყუმბარდყორცნები, ტყვია-წამალი, M4 ტიპის შაშხანები. ისიც უთხრა ამასიანად, ასეთი აფრიკაში გავყიდეო. ამ სიაში მითითებულია იარაღის რაოდენობაც, რაზეც ელიგულას ხელი მიუწოდებოდა და ფასი, შავი ბაზრის ფასი რა თქმა უნდა. კიდევ შეგახსენებთ რაზეა ლაპარაკი. ელიგულას სახელი ახლა ამოტივტივდა ჟურნალისტების საერთაშორისო გამოძიებაში, რომელთაც აღმოაჩინეს რუსულ სპეცსამსახურებთან ჩეხეთში მცხოვრები ასმათ ჩანავას კავშირი. ორგანიზაცია პრავფონდის მეშვეობით, რომელმაც ადვოკატები უქირავა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელ კრასიკოვსა და რუსული იარაღით უდიდეს მოვაჭრეს ვიქტორ ბუთს. და ახლა ალბათ გიჩნდებათ კითხვა. გარდა იმისა, რომ ქართველთან ერთად ჩეხეთში უნდოდა კინოს აშენება. რატომ არის ეს კაცი? იონაჰან ელიგულა, ან მისი შავი გარიგებები ჩვენთვის საყურადღებო. აი ამ ფოტოს გამო. ეს ელიგულა, როგორც მცოდნე ადამიანებმა მითხრეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაუკავშირდა. მაშინ, როდესაც ქვეყანას იარაღის ძალიან მკაცრი ემბარგო ედო. მისი წინადადება იყო ერთობლივი საწარმო შექმნა დასავლური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის საწარმოებლად, ისე რომ შემდეგ გარანტირებული ყოფილიყო შესყიდვა. ის პროექტი თავის დროზე ნაწილობრივ დაიძრა, თუმცა შემდეგ ბარე 10 წლით გაიყინა, ვიდრე არმიის ხელმძღვანელობაში ღარიბაშვილ ბურჭულაძის დუეტი არ მოვიდა. მათთან დიალოგი ჩანს უფრო ადვილი აღმოჩნდა და ელიგულა 2022 წელს გახდა ცენტრ დელტასთან შექმნილი ქართულ ებრაული საწარმოს დირექტორი, რომელსაც დაპირებისამებრ დასავლური კალიბრებისა და ტექნოლოგიის იარაღის სერიული წარმოება უნდა დაეწყო. იმავე პერიოდში ელიგულა გახდა თბილისში, დელისზე ცათამბჯენების მშენებლობის კომპანიის მეწილი. შეგვიძლია 100 ან 1000 ვერსია ჩამოვწეროთ, როგორ შეიკრა რუსული სპეცსამსახურების, ქურდების, ნარკოკარტელების, შავი ფულის გამთეთრებლებისა და იარაღით მოვაჭრეთა წრე ღარიბაშვილის ბურჭულაძისა, რეალურად კი ივანაშვილის გარშემო. გამოძიების ფედერალური ბიურო საბუთებში შეგიძლიათ იპოვნოთ ელიგულას ტრაბახი, ფარულ აგენტებთან, რომ ის ფლობს იარაღისა და კამიკაძე დრონების მწარმოებელ ქარხანას და აკონტროლებს კონკრეტული ქვეყნის სამხედრო მრეწველობის 35%-ს. FBI-მ დაგვინდოდა ქვეყანა არ დაასახელა, მაგრამ ეს ფოტოები ყველაფერს ამბობს. კითხვები ღარიბაშვილთან, ბურჭულაძესთან და საბოლოოდ ივანაშვილთან სრულიად ლოგიკურია. თუ იკითხე საერთოდ, რატომ გაყინა ამ კონკრეტულ ინვესტორთან კონტრაქტი წინა ხელისუფლება? რაღა მაინც და მაინც მასზე შეაჩერეს ახლა არჩევანი, როდესაც ქვეყნის თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანი პროექტი ჩააბარეს. შეისწავლეს თუ არა მისი კავშირები. უამრავი ქვეყნის მაგალითად ვიცით, როგორ ნადირობენ რუსები უცხო ქვეყნების სამხედრო საწარმოებს, როგორ გეგმავენ და როგორ ატარებენ დივერსიებს. ივანაშვილი საქართველოში კი არაფერს არ დასჭირდათ. საჭირო კაცი პირდაპირ დირექტორად დაუნიშნეს. Made in Georgia უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში. და აქ მთავარი კითხვა. ხვალ სადამ მოყობს თავს ივანაშვილის საქართველოში წარმოებული ან ქართული არმიისთვის ადრე შესყიდული იარაღი. და ბატონო ბორის, ჩვენ შორის დარჩეს, მითხარით და არავისთან გავამხელ. ეგ საქმეც ხო არ ეწერა იმ წერილში, ტრამპის ადმინისტრაციამ რომ გამოგიგზავნდა და ცოცხალი თავით რომ არ გამოვართვით ელჩს. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური კრიმინალურ ჯაშუშური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.